მე ყურადღებით ვუსმენდი ბატონ ირაკლის, ისევე როგორც ყურადღებით ვუსმენ ხოლმე მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოსვლას და ნამდვილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი ნამდვილად მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა დაპირებების შესრულდა, მე ვფიქრობ, რომ ასე ფიქრობს ალბათ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები. საქართველოს მოსახლეობა ასე ნამდვილად არ ფიქრობს. დავიწყოთ თუნდაც იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობა არანაირად არ ელოდა მმართველი გუნდისგან კოჰაბიტაციას ნაციონალურ მოძრაობასთან. უპირველესი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა, რომელიც არ მომხდარა ქვეყანაში ნამდვილად. ის ფრაგმენტები, რასაც ჩვენ ხედავთ, ნამდვილად ვერ იქნება აღქმული როგორც სამართლიანობის აღდგენა. ნამდვილად არ გაუმჯობესებულა სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა და ამას ადამიანები ხედავენ თავიანთი მაცივრის კარის გამოღებით, თავიანთი გადასახადების მიღების შემდეგ, ელემენტარულად იმ საფულის გახსნით, რომლითაც ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს. როდესაც ბატონი ირაკლი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, გააჩნია გარკვეული რესურსი, მან როგორც ბრძანა X რესურსი, ამაში მე მას ვეთანხმები, მაგრამ ეს უნდა გაეთვალისწინებია მმართველ გუნდს, რომ ქვეყანას სწორედ რომ გარკვეული და შეზღუდული რესურსი გააჩნია და არ უნდა დაეწყო სახელმწიფო ბიუჯეტის ისეთი განუხრელი და თავაშვებული ხარჯვა, როგორც ამას აკეთებდა ქართული ოცნება. როდესაც დაინიშნეს 10,000-ობით ლარის ტოლფასი ხელფასები, 10,000-ობით და 100,000-ობით ლარს იღებდნენ პრემიებად, როდესაც პრაქტიკულად უზარმაზარი სახსრები გაიღეს ავტომანქანებში და ფუფუნების საგნებში. ერთი წამი ქართულ ოცნებას და შემდეგ ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი უკვე დავემშვიდობთ ბატონი. მე არ მინდა რომ უბრალოდ დისკუსია შევიდა ბატონმა ირაკლიმ თავისი აზრი გამოთქვა. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ქართულ ოცნებას რომ ასეთი ხარჯები არ გაეწია და ოპტიმალურად დაეხარჯა ის თუნდაც მცირედი შემოსავლები, რომლებიც საქართველოს აქვს, დღეს ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. მე რა თქმა უნდა, ობიექტურობას პატივს ვცემ და ნამდვილად არ მიმაჩნია ის, რომ საქართველოზე არ იმოქმედა გარე ფაქტორებმა ლარის კურსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გარკვეული ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, მაგრამ ეფექტური რომ ყოფილიყო ხელისუფლება, დროულად რომ მომხდარიყო ხელისუფლების ჩარევა და არ ყოფილიყო ილუზიაში ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ლარს არაფერი არ ჭირს და ყველაფერი გადასარევად არისო. დღეს ლარის კურსი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, კურსი, რომელიც ურტყამს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ჯიბეს, კურსი, რომელიც პრაქტიკულად ანულებს თუნდაც იმ პოზიტიურს, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, როცა გამოაცხადა, რომ პენსიებს უმატებს და ნუ ხა 10 ლარით მომატება, მაშინ, როდესაც 10,000-ობით ხელფასი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ცოტა დაცინვას გავდა ჩვენი მოსახლეობისათვის. აქედან გამომდინარე, იცით, აი მთავარ თქვენ კითხვას რომ ვუპასუხო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული კრიზისი. როცა საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილური განვითარება, მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლისაც და ყველა დანარჩენ ადამიანებსაც. ხარ რომ ის არის, რომ ბატონი ირაკლი ისევე როგორც მისი თანაგუნდელები გამოსავალს კი არ ეძებენ ამ პრობლემიდან, ცდილობენ კვლავ წარსულში ჩაიხედონ და მე ერთ რამესაც ვეტყვი ბატონი ირაკლის, როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი რამ სხვაგვარად ხდებოდა ეს ერთი, მეორე სხვათა შორის პირველი 2 წელი ჩვენი ხელისუფლება 2004-ში, 2005-ში სწორედ რომ იმ დანაპირებებს ასრულებდა და იმ მოლოდინებს უსრულებდა ხალხს, რაც საზოგადოებას ჰქონდა და ამიტომ 2 წლის შემდეგ ვარდების რევოლუციიდან ხალხი ასე არ გულანძღავდა ჩვენ ნამდვილად ბატონო ირაკლი, როგორც დღეს გლანძღავთ თქვენ ქართულ ოცნებას ხალხი სამწუხაროდ. მე ამას წუხილით ვამბობ, იმიტომ რომ მე თავადაც დაუჭირე მხარი ქართულ ოცნებას და ვთვლი რომ მაშინ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი შანსი უკვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში გაშვებიდან, რადგან ესე ვთქვათ, მე მიკვირს ხოლმე, როცა ესე ვთქვათ, პირადულზე გადადიან ჩვენი კოლეგა ოპონენტები, მაგრამ ნუ რადგან მაინდა-მაინც ჩემს მეუღლეს შეეხო, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ერთი მას ესეც შეიძლება ამოვიღოთ დოკუმენტები და ვნახოთ მთელი მისი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ერთად არ აუღია იმდენი ხელფასი და პრემია, რაც ერთი თვის განმავლობაში აქვს აღებული, არა, ერთი წამით და რაც ძალიან მთავარია და ერთი წამით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპული განსხვავება არის. როცა ბადრი ბიწაძე იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 1 სანტიმეტრით არ გადმოწეულა საზღვარი საქართველოს ტერიტორიის შიგნით. დღეს მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, გადმოვიდა საზღვარი დიცში, გადმოვიდა საზღვარი
ათობით სოფელში გადმოვიდა საზღვარი ძალიან ბევრ სხვა ადგილზე და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია და ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ, ჩვენ უნდა მოვითმინოთ, ჩვენ ამაზე ხმა არ ამოვიღოთ და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ახლა კიდევ ერთი რამ, იცით რა, ერთი წამით უკაცრავად. არ მე არ მაინტერესებს ერთი წამით ბატონი ირაკლი არის თუ არა სტუდიაში ჩვენ ხომ პიროვნულად არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ პრობლემაზე არა. თავარ თემაზე მოგახსენებთ, სწორედ, როდესაც საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს. აქ ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებას თურმე არჩევნების არ ეშინია. ძალიან კარგი ბატონებო, თუ არ გეშინიათ არჩევნების, შეასრულეთ ის დანაპირები, რა დანაპირებიც თქვენ ხალხს მიეცით, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, შეცვალეთ საარჩევნო გარემო, რასაც ითხოვდით ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამბობდით, რომ ამ კოდექსით არ შეიძლება არჩევნების ჩატარებაო, მაგრამ სწორედაც რომ ეშინია ქართულ ოცნებას არჩევნების ჩატარების და ტოვებს ძალაში ნაციონალური მოძრაობის ბოლო პერიოდში მიღებულ საარჩევნო კოდექს, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია იმაზე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მისცეს ხმა ადამიანებმა, მაინც უპირატესობა კონდეს მართლ გუნდს. ამის საუკეთესო მაგალითი არის თუნდაც ის, რაც მოხდა თბილისის საკრებულოში, როდესაც თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 40%-მა დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას არჩევნების დროს, მაგრამ ისი არის დაწერილი კანონი, რომ ესე ვთქვათ, საკრებულოში 83% ხმებისას აკონტროლებს ქართული ოცნება. კიდევ ერთი რამ არჩევნებთან დაკავშირებით და თუნდაც იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხლა შეიქმნა, მე გასული წლის ივნისში გამოვედი და ვთქვი, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიდის ძალიან რთული მდგომარეობისაკენ მეთქი. მოვუწოდე ქართულ ოცნებას. ნინო, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობდით. მივამეთქი ვადამდელ არჩევნებამდე საქმე. დღეს როგორია თქვენი პოზიცია? იცით რა, პოზიცია არის, მე მგონი აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ნათელი. ჩვენ ხედავთ იმას, რომ ხელისუფლება არის მხოლოდ და მხოლოდ გადასული იმაზე კი არა, რომ გამოსავალი ეძებოს, არამედ მუდმივად იმაზე, რომ რა იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, რა მძიმე მემკვიდრეობა დარჩათ, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა შეიცვალოს, ეს ერთი. მეორე, ნახეთ ქვეყანაში რა ხდება. ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. ეს ეთყობა ყველაფერს. პრეზიდენტი არ ელაპარაკება პრემიერს, პრემიერი არ ელაპარაკება პრეზიდენტს. არის დაძაბული ვითარება პარლამენტსა და სხვა შტოებს შორის. პარლამენტში უმრავლესობაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები, როდესაც უმრავლესობა თვალსადახელშუა იშლება და უმრავლესობა არის манипулირებადი, ძალიან საინტერესო. არა, რას ნიშნავს დეტალები? ეს არის ქვეყნის პრობლემა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად დაშლილია და უმრავლესობა ეხლა შენარჩუნებულია ძალიან დიდი ფულით და იმ მექანიზმებით, რა მექანიზმებითაც გამოსავალი საერთოდ იცით რა არის? ძალიან უცნაურია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, ეს ძალიან ხშირად ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათი ლიდერის ხელმძღვანელობით ამბობენ, რომ აი ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა და ამიტომ არჩევნები არ გვინდა. ძვირფასო მეგობრებო, მთელს მსოფლიოში კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ერთ-ერთი მთავარი გზა არის ხოლმე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის გზა იმისათვის, რომ ხალხმა აირჩიოს უფრო ეფექტური, უფრო კომპეტენტური, უფრო გამბედავი ხელისუფლება. ოღონდ ერთი რამ არის, პოლიტიკოსებს საერთოდ არ აგვაქვს უფლება ჩვენ მოსახლეობას თქვათ, ან შენიშვნით, ან საყვედურით ველაპარაკოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩვენ ხალხს მინდა ვუთხრა, თუ ჩვენ კიდევ ვიქნებით მესიების მოლოდინში, თუ ჩვენ კიდევ გადაწყვეტილებებს მივიღებთ იქედან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს დიდი ფული აქვს და ის მოაგვარებს ყველა პრობლემას და ამიტომ მისი ხათრით ავირჩევთ პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში აღარც არჩევნებს ექნება და საერთოდ ჩვენი ქვეყნის როგორც სახელმწიფოს არსებობა სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. ირმა ინაშვილი გველოდება. მადლობა ნინო ბურჯანაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.